მიესალმეთ ლურჯკუთხედში მაჰმედ იმანოვი. هر bir insan için onun milli mensubiyeti onun gururla bağlıdır. Ben hemşe fahretmişim. Bugün de fahrederim. Ben Azerbaycanlıyım. Maşası, kalbatonebo da badonebo. Miyesalmet, Temur Çeşiya. Maşası, kalbatonebo da badonebo. ლურჯკუთხედში სიმაღლე 175 სანტიმეტრი, წონა 60 კილოგრამი, ქვეყანა აზერბაიჯანი, გუნდი დინამა მაჰმად იმანოვი. წითელკუთხედში სიმაღლე 170 სანტიმეტრი, წონა 60 კილოგრამი. გამართული აქვს 10 ბრძოლა, 8 გამარჯვება, 2 მარცხი. ქვეყანა საქართველო, გუნდი დავითგირია, kalbatonebo და badonebo. Temur Çeşiya. პირველი რაუნდი. ბრძოლა Temur Çeşiya. დაიწყო კარგი ხალხი ისევ ხალხი ჩკარა გეიმ ფლაის
სulis Azerbaijani Kulebis ჭეჟია უნდა მიპრესოს ესეთი მეტოქე რომელიც იზანსი უნდა დატოვოს სამში უნდა ხდება ბლოკში კაცო ფიქრობ იგივე სურათ შეიძლება გქონდეს ცდილობს ახლა ჭეჟი არა ძალიან ესეთ აგამარცხოს პრესო უკანა ფეხზე აჭყობო და ზოლოს შაი თომბაც ელიკა დიდად საფრთხე არ კირიას გუნდის ჭეჟი დავით კირი ერები არიან განები ფაქტორი გამოი არგი შეხვედრეთ რაუნდის მეორე ნახევარი ზომა ჩემი კონდა აზერბაიჯანი უპირატესობა აზერბაიჯანს და თან ცენტრს უკონტროლ. პრემიას თაშკა აი წარმომადგენელი არის. აი პრესია პროცესი დაკეთებს. ორივეს გონა. ტები პირველი რაუნდი ორივეს გეგმის მიხედვით წავიდა. აქტიურად დაიწყო აზერბაიჯანელმა ასოციაციებს. კარგი მუხლი იყო ეხლა ტანში სხვა. ტანში დარტყმებს ორი სახის როგორც და ასევე ზელოდიანი ინვესტიცია არის იმის რომ მეტოქეს სუნთქვა აურიო და დაღავ. გადაუბრუნდა ძალიან სულ. ეხლა გეთ ამას აშკარად
ბრძოლას კლავს. კლინჩი მარტივი. საბოლოო ჯამში კი ძალიან გემოს მებრძოლისგან. ეხლა შეიძლება ეს რას გაკიდება გიადა დარაბე კარგი დარტყმები, მაგრამ მუხლი კარგი. ამდენად დროებით საჭების ადგილას ახლა დოლარს. ინა. სართულზე თვალოს. დიდან უკვე სახეზე ნახორცი სართულ. Слушай, склеить. მე მარჯვენა. საიდესოს ტიპი და ის პარი აზერბაიჯანს უყვარს მეორე ნომრობა, ჭეჟიას პირველი ნომრობა უყვარს და აი რო კარგად. რო არ უჯების აქვს ის შესაძლოა. პროგრამი აკან MMA-შიც, kickboxing-შიც ასეთი ახლო ბრძოლები არის, შემდეგი ხასიათის მატარებელი, რომ მესამე მესამე რაუნდი. ახლა თვითონ უფრო კარგად არის მომზადებული ამ ბრძოლისთვის. მე მაინც გონია, რომ სადღაც ერთ-ერთი უნდა იყოს ანგარიში. ანუ იგივე არის, რაოდენობრივად შეიძლება მუშაობდეს სპორტის ცენტრის კონტროლიც მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. ჯებები საიდიკი ორი მარჯვენა ჰაიკიკ და ბერს ხდეს დიანებას ბერს კალფკიკები მიატოვა, რომელიც ფერმა აი მარკა პაშპა და კარტელი დევა ალი მარ და გას თითქოს იყო ის ისე ტაიმინგი ნოკდაუნი იყო, მაგრამ არა ხიალდა უბრალოდ. არა დონის აი ხა მესამე რა უნდა პროდაბული არის იციან ერთად შესაძლებლობები უკეთ და უკვე უზოლამებს არგი დარტყმიანი სერია რაღაც ასაჩივრებს არგი ლოუ-კიკი და ზუსტაცემა აზერბაიჯანელი
ჩილოვის ბაგეთ აზერბაიჯანი. თემურ ცდილე უცხო მოუწრას. მაგრამ მარჯვენა და კიდევ ას ფერდი აზერბაიჯანის სპორტსას, მაგრამ შოუს ელემენტი პუბლიკაზე გახდება ოდი ჰუკით ათი წამი და ძვიხოთ ამაზე და ძალიან მესწრებია საჭები კლიან შესაძლებელი ბრძოლა და ბრავო მებრძოლს ბრძოლა გემოვნებაზე დამოკიდებული რომელსაც უყვარს დაუშვათ გულებზე ზუგდიდი არის თქვენი აპლოდისმენტები ზოგს რაუნდი ველოდებით საჭთა კოლეგიის გადაწყვეტილებას თქვენ კი ვინც ახლა შემოგვიერთით კეთხვით რომ თვალსადევნებთ Max Fight-ის რიგით მე-12 საერთაშორისო ივენტს ახლა კი საჭთა კოლეგიის გადაწყვეტილებას ველოდებით და გამოვლინდება გამარჯვებული ზუგდიდი არის ის ხმაური ზუგდიდი უფრო მეტი ზუგდიდი ზუგდიდი მზად არის შედეგების გამოსაცხადებლად. მაშინ გეტყვით რომ ამ ბრძოლის გამარჯვებული უპირობოდ გახდა თემურ ჩეში.